ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ბლოკირებული რჩება. დონალდ ტრამპი კი მოკავშირეებით იმედგაცრუებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პარტნიორებს, რომლებიც ვაშინგტონისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ ირანის ომში ჩაბმა არ სურთ, ურჩია მეტი სიმამაცე გამოიჩინონ და ახლა უკვე საკუთარი ძალებით მოიპოვონ მათთვის საჭირო ნავთობი ჰორმუზის სრუტიდან, ან ნედლეული ამერიკისგან იყიდონ. ბატონო პრეზიდენტო, ირანის საკითხზე ორიოდე კითხვა მაქვს, მაგრამ პირველს გითხავთ, რაც ამერიკელებს გვეხება. საწვავის ფასები დღეს ფასმა $4 მიაღწია. დიახ, ახლა ფასი $4 შეადგენს და სულ რაღაც 6 თვეში გვეყოლება ქვეყანა, რომელიც ბირთვულ იარაღს არ გვესვრის. რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკელები უკვე გრძნობენ შედეგებს. თუმცა ისინი თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობენ. თუკი საფრანგეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას სურს ნავთობისა და გაზის მოპოვება, შეუძლიათ თავად მივიდნენ ჰორმუზის სრუტესთან. შეუძლიათ პირდაპირ მივიდნენ და საკუთარ თავზე თავადვე იზრუნონ. ფიქრობ, სინამდვილეში ეს უსაფრთხო იქნება, თუმცა ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. რა მოუვა სრუტეს, ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, რადგან ის ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, წავა დატვირთავს თავის ბრწყინვალე გემებს და ამგვარად იზრუნებს საკუთარ თავზე. ოვალურ კაბინეტში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური პლატფორმიდან ხისად მიმართა გაერთიანებულ სამეფოსაც და მოუწოდა ისწავლოს ბრძოლა მარტომ, რადგან ამერიკა აღარ იქნება მის გვერდით, ისევე როგორც ლონდონი არ დაეხმარა ვაშინგტონს. ამავდროულად ვითარება რთულდება ენერგობაზარზე. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე ფაქტობრივად ვეღარ სცდება $110 ნიშნულს, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაზეც იქონია სერიოზული გავლენა. ვიდრე დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მოუწოდებს თავად მოაგვარონ ენერგოკრიზისი, ამერიკის ავტოგასამართის სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასებმა 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ჯერ კიდევ არ არის მაქსიმუმი. დღეს დილით ქვეყნის მასშტაბით დიზელზე ფასებმა გალონზე $5.53 შეადგინა. ეს ბოლო 4 კვირის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ზრდა 45%-ით მეტია. ეს ნიშნავს ბევრად მეტ ხარჯს სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების მძღოლებისთვის, ასევე მატარებლის მემანქანეებისთვის, რომლებიც დიზელის მეშვეობით ამუშავებენ ამერიკის ეკონომიკას. სავარაუდოა, რომ ეს მიგვიყვანს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამდე და საერთო ჯამში ამერიკაში ინფლაციის ზრდამდე, რადგან მეტწილად დიზელის ტიპის საწვავი არის როგორც ამერიკის, ისე მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი. მომხმარებელს შორის ეს ტენდენცია შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავლები 2009 და 2002 წლებთან შედარებით გაიზარდა, მაინც არასასიამოვნოა, როცა ისინი ხედავენ საწვავზე ფასების ასეთ მკვეთრ მატებას. სავარაუდოა, რომ ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკის სხვა მიმართულებებზეც. საწვავზე ხარჯების ზრდის ფონზე მომხმარებლები სავარაუდოდ შეამცირებენ დანახარჯების რაოდენობას. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ერთგვარი პანიკა მოქალაქეებს შორის იქმნება მსოფლიოს სხვა წერტილებშიც. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბუნებრივ აირზე და საწვავზე ფასები ომის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს. თუმცა, მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქებისა და შემდგომი ეკონომიკური სირთულების თავიდან ასაცილებლად, ევრობლოკი კოლექტიურად, ასევე მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოებიც ცდილობენ გარკვეული მექანიზმები აამოქმედონ, როგორიცაა მაგალითად აქციზის ფასის დაწევა.